ირაკლი, აი სასტიკის სახე, როდესაც მე ვსაუბრობ, თავიდანვე შეეძლო და ალბათ გათვლიდნენ, რომ ამას მოყვებოდა ძალიან მძიმე რეაქცია, ხო? აქ ჩვენ ვსაუბრობთ პატარა ბავშვებზე, პატარა ბავშვების სიცოცხლეზე და აი როგორი წარმოუდგენელია, იცით ჩემთვის, რომ მინისტრთა კაბინეტში ვინც არ უნდა იყოს, რა სახელი და გვარი არ კონდეს, რომ ის ვერ ხვდებოდეს, რა მძიმე იქნება აი ამ სისასტიკის გამოვლენის პარალელურად საზოგადოების რეაქცია. და მაინც 43 დღე არ იმჩნევდნენ. რატო, როგორ ფიქრობ? ხო, ძალიან კარგი კითხვა, ინგა. მე ვფიქრობ, რომ რობოტები არიან უბრალოდ რა ადამიანის არანაირი ნიშანწყალი არ გააჩნიათ, უბრალოდ ამათ ვფიქრობ, რომ მართლა რობოტები არიან, ეს ხო რეალურად ჩვენ რომ შევხედოთ, ეხლა ეს არ იყო წამლის საკითხი რა. ეს იყო ჩვენი სამშობლოს მორალური გამოცდა, სადაც რა საზოგადოება ვართ ჩვენ და რა საზოგადოება ვიყავით, რომელიც ამ ბავშვების ესე ვთქვათ ტკივილი, მარტო მშობლების ტკივილი იყო თუ სახელმწიფოს ტკივილი იყო, სადაც სახელმწიფოს ესმის, რომ მისი მთავარი ამოცანა ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. სამწუხაროდ სახელმწიფო მის გამოცდა ვერ ჩააბარა. მაგრამ საზოგადოებამ მას მიუთითა და მიიყვანა იქამდე რა არის რეალურად მისი საქმე. ჩემ და სამწუხაროდ ამ ხელისუფლებამ, რომელიც თავსდებს, რომ მართლმადიდებელია, თავსდებს, რომ საქართველოს დამცველია და კულტურის და ისტორიის დამცველია, მთლიანად ჩამოიხსნა ნიღაბი აი ამ მორალური დაცემით, რაც აი ამ 45 დღის განმავლობაში უყურეთ ხალხო. ეს წარმოუდგენელი ამბავი იყო, ჩვენ რას უყურეთ? მარტო ის კი არ იყო, რომ კანცელარიაში შედიოდნენ და გამოდიოდნენ და არ ხვდებოდნენ და არ ელაპარაკებოდნენ და დიდი ესეთი კედელი აიშენეს. არამედ ამ ადამიანებს წვიმაში და ქარში პლედს ართმევდნენ, ინგა. პუფებს ართმევდნენ, რომ არ დაჯდესო ავანტყოფი ბავშვი. ამაზე მეტი დეგრადაცია, ამაზე მეტი მორალური ფსკერი რა უნდა დაემართოს. ჩემთვის პირადად არც ევროპული, რუსული კანონი იყო ისეთი მორალური, ასე ვთქვათ, ნიღბის ჩამოხსნა ამ ხელისუფლების ეგრეთ წოდებულის. არც ევროპიდან გადახვევა იყო. ეს იყო ზუსტად ეს 45 დღე, როგორ უყურებდით ჩვენ სასტიკ ვერაგ ვითომ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას მომჯდარს კალთაში და რომელსაც ჩვენი შვილების ბედი ვითომ უნდა ებაროს. თუმცა მათ ეს ყველაფერი ესე გაანიავეს. მე აქ საუბარი მიდიოდა იმაზე, რომ ოცნების გულშემატკივრა, აი მე ძალიან ბევრ თან მაქვს ურთიერთობა და მქონდა უпростоრად ურთიერთობა სათქო მაქვს. ესე იგი, რა არ მომხდარა, მაგრამ არასდროს არ მოუწერიათ რა. სტორიში გულებს მიხატავდნენ ყოველთვის, როცა აი ამ ბავშვების საქმე და მაშინ მივხვდი, რომ ეს თემა გადაწყდებოდა და მაშინ შევიგზენი, რომ ეს ამ ბავშვებზე აი ეს უგულო, უსულო, არაქართველი, არაქრისტიანი რობოტები ვერ გაიმარჯვებდნენ. და აი ესე ზუსტად დამარცხდნენ დღეს და ასე დამარცხდებიან ყოველთვის. სხვა უბრალოდ გზა არ არსებობს. სხვანაირად შენ სადაც შენს მოქალაქეებს ზრუნვას გვერდით დებ, ის ხელისუფლება თუ ეგრეთ წოდებული ხელისუფლება უკვე დამარცხებულია.